ყავის მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდებიან, რა გავლენა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს ბაზარზე. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 10%-იანი ტარიფები ყავის მწარმოებელ თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო, მათ შორის ბრაზილიას, ეთიოპიას და კოლუმბიას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამერიკაში ყავის ფასი გაიზარდოს. ტეხასის შტატში ყავის მოყვარულები და მწარმოებლები ჰიუსტონში გამართულ ყავის გამოფენაზე შეიკრიბნენ. რა თქმა უნდა, ტარიფები დააზარალებს ყველას, მწარმოებლებს, მომხმარებელს, მოვაჭრეებსაც კი. მათ ყავის შესაძენად საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ. ყავის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იანის აპოსტოლოპულოსი ამბობს, რომ ფასების ზრდის გამო ინდუსტრია გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. გასულ წელს ყავის ფასი 200%-ით გაიზარდა, ამას ახლა ტარიფებიც დაემატება. ყავის ასოციაციაში ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სივრცე, სადაც გავაერთიანებთ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომ ამა და სხვა გამოწვევებზე ვისაუბროთ. ასევე განვიხილოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ყავის ინდუსტრიას აქვს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტარიფები დაუწესა ამერიკის შეერთებული შტატების ძირითად სავაჭრო პარტნიორებს. ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ტარიფების ამოქმედება ცოტა ხნით შეჩერდება, რათა კომპანიებს მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჰქონდეთ. თუმცა ამ დროისთვის მიმდინარე პროცესების გამო ბიზნესის წარმომადგენლები და მომხმარებლები გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან.